Mario Vargas Llosa, Vatsis Nadimi. Targmna Lana Kalandia, და გამოსცა გამომცემლობა ინტელექტმა. Lana Kalandias თარგმანები ბოლო დროს ზედიზედ გამოჩნდა ჩვენ სინამდვილეში ძალიან კარგი ნაკადი შემოიტანა განსაკუთრებით მარკესის ავტობიოგრაფიული რომანი მინდა ვახსენო მეტად მნიშვნელოვანი რომანი ძალიან კარგად თარგმნილი ვეებერთელა წიგნი და აი Mario Vargas Llosas მე მგონი საუკეთესო რომანი. Llosas აქვს არაერთი ძალიან კარგი წიგნი დაწერილი Nobelis პრემიის ლაურეატია, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ავტორიტეტი მოუხვეჭა სამხრეთ ამერიკულ პროზას, გაიყვანა ევროპის სარბიელზე და ვაცის ნადიმი, როგორც გითხარით, არის გვირგვინი მისი შემოქმედებისა, სადაც მხილებულია ტირანია, ტირანიის ფესვები, ტირანი და ეპოქა, რომელიც ტირანის ხელშია მოქცეული. ამხელა დრამატიზმით არის სავსე ეს ეპოქა, ამხელა ტრაგიზმით და როგორ თრგუნავს ეს ადამიანებს. ტირანის კვლელობა არის აღწერილი ამ წიგნში. ეს არის ნამდვილი ამბავია დადებული საფუძვლად, თუმცა მხატვრულად კარგად გააზრებული, განზოგადებული და ერთი ქვეყანა კი არ უნდა ვიგულისხმოთ. არამედ მთელი სამყაროს გადაწყვეტება და საერთოდ ტირანიის არსი უძველესი ხანიდან ბოლო დრომდე და შემდგომაც რადგანაც შეუძლებელია დიქტატორს და ტირანს აცილდეს კაცობრიობა. და აი აქ ძალიან კარგად ჩანს ის უბედურება, რაც მას მოაქვს და როგორ უნდა ამოაყირავოს სინამდვილე, როგორ უნდა ჩაგიჭედოს ის, რომ ის არის სიკეთის მომტანი, რომ ის რაც ღმერთმა დაიწყო და ღმერთმა ვერ გააგრძელა, მან შეაშველა ხელი და მან დააბოლოვა რეალობაში, მან განახორციელა აი ღმერთის საქმის გამკეთებელი, ამხელა მისიის შემსრულებელი და სინამდვილეში ვინ არის ადამიანი, რომელიც ანადგურებს ყველასა და ყველაფერს. რაც თავარია ზნეობრიობას კლავს, რაც თავარია ადამიანში ადამიანს კლავს და წაბილწავს გარშემო ყველაფერს. თუმცა სულ სხვანაირად უნდა დაიხატოს მისი პორტრეტი. აქ ამერიკაც მოჩანს, ამერიკა, რომელიც თავიდან მხარს უჭერს ტრუხილიოს დიქტატორს, მაგრამ შემდგომში უკვე აღარ მოწონს მისი ქმედებანი და სწორედ ამერიკიდან არის დაგეგმილი კვლელობა, რომლის ირგვლივაც ტრიალებს რომანი, კარგა ძალიან ოსტატურად არის აგებული, Llosa არის კომპოზიციის ოსტატი, არქიტექტონიკის ოსტატი და კვლელობის სცენარის შუაში მოქცეული და გახსენებულია მანამდელი ამბები, გახსენებულია შემდგომი ამბები, ის თუ რა ბედი ეწია თითოეულ კვლელობის მონაწილეს და გარდა ამისა ჩაფენილი არის ის კარგა, როგორ ბრუნდება კვლელობიდან წლების შემდგომ ადამიანი თავის სამშობლოში ახალგაზრდა ქალი, ჟურნალისტი, რომელიც კინაღამ შეეწირა აი ამ ძიმე დროებას, კინაღამ მორალურად გაანადგურა აი იმ დრომ და იმ რეალობამ, მაგრამ ის დაუსხლტა სასულიერო პირთა შემწეობით ამ ყველაფერს და გადარჩა და ახლა შეუძლია დაუბრუნდეს თავის ქვეყანას და კიდევ ერთ გადახედოს იმ რეალობას, ამ თვალით, ახალი თვალით აღიქვას ის ყველაფერი, თუ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და ის დაფარული შრეებიც მკითხველის წინაშე თვალდათან გამოჩნდეს. თავიდან გძნობ რაღაცას, როცა მამას ამუნათებს, მამას რომელიც იყო სამსახურში ტირანისა, ერთგულად ემსახურებოდა მას, ყველა დიდი თანამდებობა ეჭირა, მაგრამ მასაც განუდგა ტირანი და აქედან ძალიან კარგად ჩანს, ოდნავ თავს გაწერს თუ არა დიქტატორი გვერდზე, რამხელა უბედურება ემართება თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ძალიან დამოკიდებული ამ ტირანზე და დადგურდებიან შინაგანად, იშლებიან, ინგრევიან. აქ არის აღწერილი თუნდაც ის მინისტრი, რომელიც ითხოვს, რომ კვლელობის თანამონაწილეა, შეთქმულების თანამონაწილე, რომელიც ითხოვს, რომ გვამი მაჩვენეთ აუცილებლად, რომ ის მოკვდა. მე ვერ დაგიჯერებთ მარტო სიტყვაზე და თუმცა ნახულობს გვამს, მაგრამ ისეა დათრგუნული სამხედრო მინისტრი, რომ მანამდე რომ ამბობდა, რომ მე გამოვაცხადებ სამხედრო დიქტატურას და ხელში ავიღებ ძალაუფლებას, დათრგუნული, დაშინებული და ფიქრობს რა ხდება, რა მემართება, გადის ხანი და ამ გადასახედიდან, კი მაგრამ ეს ხომ მკვდარი იყო, მაგრამ მისი სული ამყოფებს მონობაში. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება გაანადგუროს ადამიანი იმ რეჟიმმა, იმ რეალობამ, როცა უკვე
დამთავრებულია ის დრო თითქოს და თითქოს უნდა ამოისუნთქოს ხალხმა, მაინც მოსდევს ინერციით, აი ეს ტკივილი, ის უბედურება, ის რღვევა, ის გაღწნა და ეს ყოველივე მარიო ვარგას ლიოსას აქვს ძალიან დიდი ოსტატობით წარმოჩენილი და გამოხატული და ერთი გარემოებაც მინდა აქ ფიდელ კასტრო თუდად არ არის დახატული და თითქოს ათ უღირსებო კაცია არ ზღისეული ეს ის ფიდელ კასტროა რომელსაც შეხაროდნენ ერნესტ ჰემინგვეი და გაბრიელ გარსია მარკესი ორი ადამიანი რომელიც ებრძოდა მთელი თავისი არსებით დიქტატურას ტირანიას მაგრამ ფიდელ კასტროში ისინი დიქტატორს ვერ ხედავდნენ იმ უბრალო მიზეზით რომ ფიდელ კასტრომა ძალიან კარგად ექცეოდა ყველა სურვილს უსრულებდა გადაყოლილი იყო მათზე და თვალი დაიბრმავა ერთმა მწერალმაც და მეორემაც ფიდელ კასტრო თუ არ არის დიქტატორი ფიდელ კასტრო თუ არ არის ტირანია ვინ არის და ვიღა მაგრამ როცა ისინი ებრძვიან ტირანიას ფიდელ კასტროს აქ არ გულისხმობენ და ესეც დამაფიქრებელია, მაგრამ ეს უკვე ზნეობის სფეროა, უკვე სხვაგან გადადის ჩვენი საუბარი, ჩვენი მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში ამ რომანს დაუბრუნდეთ ვაცის ნადიმი. ვაცი ის ტრუხილიოა, რომლის აღსასრულია მოთხრობილი ამ წიგნში და მოთხრობილი იმ ოსტატობით მარიო ვარგას ლიოსას რომ დაშვენდება ერთ საუკეთესო მწერალს ჩვენი დროისა.